მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ იმ 12 გუნდს, რომელმაც საიუბილეო 21-ე საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მე-16 ფინალურ ეტაპის საგზური მოიპოვა. გუნდები არიან წარმოდგენილი რეგიონული ლიგიდან, ლიგა 4-დან, ლიგა 3-დან და ამ ეტაპზე უკვე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის და კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები 20-ვე გუნდი ჩაერთვება თასის გათამაშებაში. ტრადიციულად ბოლო წლების ფორმატით გაიმართება დღევანდელი ჩვენი წილისხრა ბრმა წილისხმით ყველა ლიგის გუნდს შეუძლია ერთმანეთთან თამაში და ტრადიციულად ერთმატჩიანი იქნება დაპირისპირება და ყოველთვის ის გუნდი თუ კი დაპირისპირებაში ასეთი იქნება ქვედა ლიგელი მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს და უმასპინძლებს ამ ერთმატჩიან დაპირისპირებას გუნდებს შორის. განსაკუთრებულად ულოცავ საფეხბურთო კლუბ ლეგიონს, რომლებიც დებიუტანტები არიან საქართველოს თასის გათამაშების პირველად მონაწილეობას იღებენ და პირდაპირ მოიპოვეს მე-16 ფინალის საგზური და ამიტომ თუ შეიძლება თქვენ ერთ-ერთ წარმომადგენელს გთხოვთ რომ დღეს დამეხმაროს წილისხმის პროცესში. მობრძანეთ. მომაჯოს გილოცავთ. მოკლედ თანმიმდევრულად რო გავყვეთ, ანუ პირველი რომელიც ამოვა გუნდი, პირველი ბურთი შეხვდება მეორეს, თუკი როგორც აღნიშნეთ, პირველი გუნდი იქნება ქვედალიგელი, თავისთავად ცხადია რომ მასპინძელი იქნება, თუკი მეორე გუნდი იქნება ქვედალიგელი, მოხდება მასპინძლის სტატუსის შეცვლა და ჩვენ დაგეხმარებით გთხოვთ. საზოგადოებას საბურთალო პირველი წყვილი, მე მომეც მე გავხსნი ხო. ჩავყავოთ. აი ბატონო. საბურთალოს მოწინააღმდეგე იქნება დინამო ბათუმი. იქიდან გამომდინარე ერთიგივე ლიგის გუნდებია, დაპირისპირება იქნება საბურთალო იქნება მასპინძელი. პირველივე წყვილი ეროვნული ლიგიდან თელავი. თელავის მოწინააღმდეგე იქნება ვით ჯორჯია. ამ დაპირისპირებაში თელავი იქნება მასპინძელი. სპაერი, ლიგა 4-ის წარმომადგენელი. კოლხეთი 1913 მისი მოწინააღმდეგე. თბილისი სიტი. და მოწინააღმდეგე ლეგიონი. შესაბამისად ლეგიონი იქნება მასპინძელი ამ წულში. რადგან ქვედა ლიგელი ბრძანდებით უმასპინძლებთ ეგრისი. მისი მოწინააღმდეგე იქნება დინამო თბილისი. მომდევნო წყვილი პირველი გუნდი არის გაგრა. გაგრას მოწინააღმდეგე იქნება შუქურა. გაგრა შუქურა დიახ. სამტრედია. მოწინააღმდეგე არის გორის დილა. მომდევნო წყვილი გარეჯი საგარეჯო. მოწინააღმდეგე მისი იქნება ჭიათურა. ზესტაფონი მომდევნო წვილის პირველი გუნდი. მერანი თბილისი, თბილისის მერანი. ზესტაფონი უმასპინძლებს ამ წვილს. იბერია 2010.
მისი მოწინააღმდეგე იქნება მერანი მარტვილი. იბერია 2010 მასპინძელი. რუსთავი, კრისტალბეტ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი. მისი მოწინააღმდეგე არის დინამო ბათუმი 2. შესაბამისად მატჩი გაიმართება ბათუმში. ლოკომოტივი თბილისი. მისი მოწინააღმდეგე არის ჩიხურა. კიდევ ერთი წყვილი კრისტალბეტ ეროვნული ლიგა ლოკომოტივი ჩიხურა. ზუგდიდი. მისი მოწინააღმდეგე ცხინვალი. კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2-ის გუნდები არიან, შესაბამისად ზუგდიდი უმასპინძლებს ცხინვალს. ბეთლემი ქედა. ლანჩხუთის გურია იქნება მოწინააღმდეგე ბეთლემის ქედის ბეთლემი უმასპინძლებს ამ წყვილს. სიონი კრისტალბეტ ეროვნული ლიგის წარმომადგენელი. მისი მოწინააღმდეგე შევარდენი. შესაბამისად შევარდენი იქნება ამ წყვილის მასპინძელი. გაგვჭა ქუთაისის ტორპედო. და მისი მოწინააღმდეგე ბორჯომი. მასპინძელი იქნება ბორჯომი. ბორჯომი ტორპედოა ბოლო წყვილი. უმეტესი მადლობა დახმარებისთვის. მაშ ასე როგორც მოგახსენეთ, მე-16 ფინალურ ეტაპზე დღეს გაირკვა 16 წყვილი. კიდევ ერთხელ ულოცავთ იმ გუნდებს, ვინც ამ ეტაპზე მოიპოვეს მონაწილეობის უფლება, შეუერთდა კრისტალბეტის და კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელი 20 გუნდი და ყველა გუნდს გისურვებთ წარმატებას. წინა წლების გამოცდილებით ძალიან საინტერესო წარიმართა თასის გათამაშება და გისურვებთ კიდევ ასე წარმატებულ საინტერესო სათავსო სეზონს და ეროვნულ ჩემპიონატებშიც ყველას თქვენ ლიგებში გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატებას. კარგად ბრძანდებოდეთ, მადლობა ყურადღებისათვის.